Microsoft Word-ი და Microsoft Excel-ი ორივე გვთავაზობს იმ შესაძლებლობას, რომ გავიგოთ თუ რა გვაქვს გაკეთებული, რამდენი სიტყვა, ხაზი, სტრიქონი, ფორმულა და ასე შემდეგ გვაქვს გამოყენებული. მე გიორგი ვარ დათქვიშვილი და თქვენ ყურებთ Microsoft Word-ის და Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს ერთდროულად. გავხსენოთ ჩვენთვის ცნობილი ფუნქცია rand-ი, რომლის გახსნისა და დახურის შედეგად ფშხილებს რო გავხსნით, მივიღებთ ტექსტს, რომელიც შემთხვევითი პრინციპით გვიგენერირდება 5 აბზაცი. თუ გამოვიყენებდით ტოლია rand-ი და ფშხილებში დავუწერთ მაგალითად 15, მაშინ მივიღებთ 15 აბზაცს. მაგრამ თუ დავწერთ ფშხილებში rand-ი, გავხსნით ფშხილს და უკვე შემდეგ დავწერთ მაგალითად მოგვეცი 12 აბზაცი, ოღონდ თითოეული აბზაცი იყოს მხოლოდ 3 ხაზიანი და ენტერი. მაშინ მივიღებთ აი ასეთ აბზაცებს, შესაბამისად 3 ხაზიან აბზაცებს. და მინიმუმ 3 ხაზი ხო, იმიტომ რომ სადაც სიტყვა კიდე ჭირდება, იქ გადააქვს თავისთავად აბზაცი. და აი ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გავიგოთ მაგალითად რამდენი სიტყვა გვაქვს, ხო? ძალიან მარტივად. გადავდივართ მაგალითად მენიუში, რომელიც არის review, ვირჩევთ ბრძანებას, რომელიც არის word count-ი და გარდა იმისა, რომ ქვემოთ ხედავთ, რამდენი გვერდი გვაქვს და რამდენი სიტყვა გვაქვს, მთლიანობაში ხედავთ თუ რამდენი გვერდი გვაქვს, რამდენი სიტყვა გვაქვს, რამდენი სიტყვა გვაქვს სპეისების გარეშე, სიმბოლო უბრალოდ სპეისების, ანუ გამოტოვებების გარეშე, რამდენი სიმბოლო გვაქვს, პარაგრაფი რამდენი გვაქვს, სტრიქონები რამდენი გვაქვს და მათ შორის ჩართული არის header-ი და footer-იც და ასე შემდეგ. და იგივე ტიპის ფუნქციონალი Excel-შიც ყოველ შემთხვევაში მე ეხლა შევამჩნიე რომ დაემატა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი როდის დაემატა. ეს არის როდესაც review-ში გვაქვს ბრძანება workbook სტატისტიკი. სადაც შევდივართ და ვხედავთ მონაცემებს, რომელიც არის current sheet-ის მდგომარეობა და მთლიანად worksheet-ის. ანუ მთლიანად worksheet-ზე გვაქვს 7 sheet-ი, მონაცემებიანი უჯრა გვაქვს 30740, table-ები საერთოდ არა გვაქვს და ფორმულას რამდენი უჯრა გვაქვს, რომელშიც წერია ფორმულა. ეხლა მოდი დავამატოთ table. Control T, როგორც გახსოვთ, insert table. My table has header-ი. მივეცით აი ესეც ჩვენი table-ი. გადავედით ისევ, შევედით menu-ში სახელად review, ჩავთეთ workbook სტატისტიკი და ვიპოვეთ რომ table 1-ით დაგვამატა. თუმცა მიმდინარე sheet-ზე თავისთავად როგორც ხედავთ არ გვაქვს. Cells with data გვიწერია და ასევე end of the sheet-ი მე რამდენი სტრიქონზე მთავრდება მონაცემი, ფანტასტიკური ინფორმაცია გამოიტანა. ეს ახალი შესაძლებლობა Excel-ის სტატისტიკური, ასე ვთქვათ, ანალიზისთვისაც გამოგვადგება ხოლმე, რომ უცებ გავიგოთ რა ხდება ჩვენს Excel-ის ფაილში. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეო და გაუზიარეთ ეს სიახლეებს სხვებს. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.